მიდი ისინი მოიტანე რა. გამარჯობა. საღამომშვიდობის. აუ, ნინო. ჩემი ხალათიცაა საწორზე და მოიტარა. ბეციდება და დეტარა თუ. აი. დროზე რა თორე შემცივდა. რა? წამლებში ხوار ჩავდე. მაშინ სადაც ესიდო იქ იქნება. მან დავდე რა მიდი ნახე. დროზე, ვაიმე შემცივდა. ნინო სალონში ვიყავი. თმა დამოვარცხა. მაკიაჟს უნდა და მაგრამ არ მივეცი მაგის უფლება მეთქი ხა დავიბანი. შეკაი ადამიანი ვთქვინა. დღეს იცით რამდენი საქმე იყო 7-ზე მოვედი ზუსტად. ნახეთ წუხანდელი ჩემი გადაადგილება და გადმოადგილება. ის რა სხვა ვიპოვე. რა ესეც გასწრებული. ეგ არის შვილო რა სხვა იპოვე. ესეც ძველად იყო. მაკრატელიც მოიტანე, ნელა იარე. ვაი, ეს ახე კურტკა მომეცი. ხო და გუშინ რას მიდი რომ მიწერდით ისაო. რა ქვია. მოდი აქეთ მოდი. მე მგონი რომ უნდა გადაადგილო მე ეგენიო. მთლიანობაში რა ვიცი. ეს რა. კაცი შვილს არ უკითხია ეს რა თქენიო. ამან თქვა რომ აი რა ხელა სივრცე გამოჩნდა, ბარბარემაც კაიაო. ნუ პრინციპში უთქვით მაშინ. ივანი ალბათ მომავალ წელს იტყვის აკრომაგიდა იყო რა იქნა. ეგ არის ნაძვის ხეზე რა თქვა. ნაძვის ხეზე კი არა თქვა ისა. 9 წელი ზეთისხილი გვედგა. 9 წლის მერე დაიწყო დასხმა 4 წელი ვაკეთე ზეთისხილი და მერე ქარმა გადაგვიგდო, გადატეხა. უნდა გაგვესხლა და გადატეხა, ვერ მოვასწრეთ. ან დღეს რო უნდა გაგვესხლა, აი მაგათ თვალე რო უნდა ლაშას გაესხლა ისინი ბარემ იმასთან ერთად. წინა დღეს ქარმა დაგვასწრო და გადატეხა. და სანამ გადატეხავდა იმ დღისით თქვა, აი ხედა. ანუ ესე იგი 9 წელი პლუს 15 წელი. აი. ეს როდის ამოვიდა აქ? ასე ეგ ვერ შეამჩნია. დიდად მოკლედ ახლა ვაკეთებ წროდის ეს მაზი არის ძალიან მაგარი მაგისთვის. არ უკეთებ რეკლამას, უბრალოდ მართლა კარგია. ამას ხმარობ დაახლოებით 10 წელზე მეტი. საკმაოდ დიდი დამწვრობა აქვს. ხელები გაეჩერებინა და არ ექნებოდა. ამიტომ ამას უსმევ. პირველი 2 დღე საერთოდ არ მეთქი არც ის მიქნია რა და მე დავაკვირდი რომ საკმაოდ კაი დიდი დამწვრობა აქვს. და ისა ზედა ჰქონდა ის მკვდარი კანი. ხო და იქ მტვერი, იქ რომ მოგიშრება, ნუ იმას იზავს, რა ქვია და ეს რომ მოხრის აქ უსკდება და სისხლები თქონდა გამოსული. ხო და მე დავაკვირდი რომ საკმაოდ არაუშავ დაჭრილობა და ესე უგულებელო ყოფა არ შედახე რა სიგრძე სიტყვავდი. თან მე მგონი დამახინჯების გარეშე. ანუ არ შეიძლებოდა მაგის ესე უყურადღებობა და დღეს უკვე მოშუშებული აქვს. ეხა იმისთვის უხო ანუ რომ მოხელი მაშინ მოიხსენი ხო სკოლიდან? არა, სკოლაში. სკოლაში მოგზრა? რომ მოხელი ხელები კარგად დაიბანე? ხო და ანუ მთელი დღის მანძილზე აქ სახში მოხსნილი აქვს ისე რომ თლად შეკროლის არ აქვს ინტოჭილობას არ უყვარს თლად აი მის ქვეშ ყოფნა და ეხა საწოლზე დაჭირე
საწოლზე რო იმაშვება. გავში. რო ედება და რაღაცა მე გამეჭედა. კარგად რა. მომეცი. ხვალები ისევ ახლიდან იმას ვიზავ და და ისევ ესე გავუშვებ 1 დღეც რა და მე უკვე ზედაპირი რომ მოუშუშდება მოსჭა. ესეც ესე. ოთახი დავალაგე, დილასაც და წევანაც დავაპირლასოს ეს სხვა ისეთი არაფერი არ იყო. ხუთშაბათს კარგად დავალაგე წვრებით და რაღაცეებით. როგორც ავარავდოთ ხუთშაბათს იქ წავალ, საწავალ. ნახატებს წავიხებ. ჩავყარი პატრონებს. ხო, ეხლა ამას უნდა მოხსნა თმები. ფისოები პატრონებს როცნეთ. არ ვიცი, ფისოებზე აღარ დაურეკიათ ჯერჯერობით და რა ვიცი. გუშინ წირო ვაბანავე, გავუკეთე ამას აი ესეთი 3 ნაწილი. გადაწიე. მოვატეხე ბავშვს თავი. ხო და გუშინ კარგად ქონდა. გუშინ გაგიკეთე გუშინ. დღეს რა დღეა? ორშაბათი. გუშინ გაბანავე შვილო. აი მე რა მაგრად ვერა ვარ. გუშინ წინ ვაბანავე, მე ბავშვს გუშინ ვაბანავე. ირიტუა რა, ერთხელ იბანავი ახალ წელს და გეყოფა რა. მთელი წელი. ხო, რა ვიცი. ან დაბადების დღეზე, კაი, სადღაც ოქტომბერში, არა, ახლო გიწევს. ოქტომბერი და დეკემბერი ცოტა ისი არის რა. სადღაც უნდა დეკემბერს. რაღაცა მე-6 თვე რომელია იანვარი თებერვალი. ივნისი. ერთხელ ეგ დედაჩემმა ჩემს ძმას მე-13 თვე აძებნინა. ჩამოთვალა და 12 თვეაო და ანუ ამ ტონით მიხვდა რომ დაეჭვდა რომ ეტყობაო მეტი უნდა იყოს. არაო 13-ო ეხლა ხო? ვერ იპოვა. 13 ვერ იპოვა. მეთქი 3 აძებნინა და პოლოს მეთქი 13. აჰა. ნეჰი როგორ დაუყულულდა. ხო და დაეშალა ეხლა ქალბატონს თმები. აი ეს ანუ ხვალ აი ესე ვეღარ გაუშვებდი რა და რაღაცას მოვიფიქრე თუ მოვასწარი. ბევრი ადრე წერდნენ ხოლმე და მეც რა რომ კაი სქელი თმა აქვს. არა აქვს სქელი თმა ხალხი. ეხლა თუ ამიცდა და კისერი წავაჭერი ბავშვსა. თმა ვაფშე აღარ ეკნება. არა ხელში მეჭირა. მე ეხლა დავაწყო. ესე პროცესი დავაგდე. ბევრი ღერი აქვს, ანუ ხშირი თმა აქვს. თხელი, ოღონდ ხშირი და მას ეჩვენს. და საერთოდ არ უცხი მიადება. სულ რო მართლა რო წელიწადში ორჯერ დავბანო, ძვირფასად. ხო, გუშინ ჩემს იმ ვიდეოზე რო გადავაადგილე მოკლედ და რაღაცა, მე თვითონ ვიხარ ისე რომ ვაკეთებდი, ამით და სიცილი. რას დაათრე მშვიდობისას, რა ხრუხთ. თან თქვენ რო გავუნდობთ ჩუმად იყავით მე. სარეცხს ვაშურობდი და მაგიტო იმას ავქენი რა. ანუ სანამ გაშრებოდა სამსახურის ტანსაცმელს ვაშურობდი რა. სხვა გზა არ იყო უნდა გამეშურო და აუ დილას იყო რა სასიამოვნო მოკლედ ესენი რო დაშრა. ეს სარეცხი დავკეცე და ფეჩის ქვეშ დავალაგე. გამათბობლის ქვეშ რა რო იყოს მეთქი ხვალ ჩავალაგე და დილას ჩავალაგე რო იტყვი ქაფქაფი ტანსაცმელი პარკში და პარკი ჩავდე ჩანთაში და ეს პარკიდან და ამ ჩანთიდან ეს სითბო არ გამოვიდა და დილით ხო სივახორო და აბა წარმოიდგინე აი რო იტყვი არის სუ იხდი და ახლიდან იცნევ რა იმიტომ რომ ის სამსახურის ტანსაცმელი მე უნდა გამოიცვალო ისე აბადო და გამოიცვალო მოკლედ სამთაში ცოტა ისეთი უხერხული სიტუაცია ცივა მაგრამ დღეს ისე მესიამონ აი კაი ცხელ ტანსაცმელი მქონდა წახებული ხალხო ეგეხენი ხო აი ხა ვეღარ ვიზავ იმიტომ რომ იმას თუ არ გარეცხავ როგორც კი სახში შემოვიტანი ტანსაცმელს აი ეკედან მთელი 2 სოფლის ბუზი დაგვეხვევა 2 სოფლის ბუზი დაგვეხვევა შვილო აქ რო სუნი დადგება ნახეთ ადეფეხზე
რამ სიგრძით მაგ არა და როდის მოგაჭერი ნინო საფხულის სადღაც 1-10 სანტიმეტრი წავაკვეთე გირეკაია აი ხა წარმოიდგინეთ რა მადლია ემაში ტილი ზუსტად ესეთში გაუჩნდა ტილი ზუსტად ესეთში და თან ცირა ფერის თმა მოვაჭერი ხალხნო ყვითელი ოღონდ მართლა ესეთი ფერი ჰქონდა ეს არის ახლა მუქი და აი ყვითელი თმა იყო ოქროსფერი თმა მოვაჭერი მართლა ცოტათი რომ იმდენად ან პატარა იყო თან და ახლა როგორ გინდა რომ პატარა ბავშვი გააჩერო და ტილები ააცალო მაგრამ მაინც მასე გავაცალე და მოვაჭერი იმიტომ რომ ჰიგია შამპონი მახმარებინეს ანუ ეს კაიაო ადამბლავებს ტილებს და ჩამოვარცხნიო სინამდვილეში რაღაცა მსგავსი იყო მაგრამ მაინც ხელით უნდა გააცალო რაც არ უნდა იხმარო მაინც ხელით უნდა გააცალო კაი მიდი გამოიცვალ და მე შეგიკრავ თუ შეგიკრავ უკვე არა აი ეს მიქნი რა გქონდა გაჭერილი არ აქ-ქონდა და ხო და აი იცი რა უყო აი ხო ამ სიგრძეთმა ასე კი არ ჩამოსდიოდა აი ესე ეზრდებოდა თმა არ ედრიკებოდა ხალხი როგორც ლომის ფაფარი მე იმდენად მენანებოდა ეს ამხელად მის შეჭრა ჯერ ესე მოვაჭერით პანდემია იყო მაგრამ მახსოვს იმიტომ რომ სალონებიც კი დაკეტილი იყო და სახში ყავდა მოყვანილი მაგის გამო მე ასე შევაჭერით არაფერი მე მოკლედ შევაჭერით და თლათ ესე იდგა აი ზუსტად ლომი აიგებდა და თავ სხვა შანსი არ იყო ავდექი და გადაუპარსე ოღონდ ბრიტოთი და წამოვიდა ანუ მეგონა რომ იქიდანაც მასეთი თმა მოუვიდო და საკმაოდ დიდი ხანი ვიბრძოლე მაგ თმისთვის მაგრამ არაფერი არ უშვა აი ესე ძალიან ისე ლაითად შეგიკრავ ნინო რომ მაგას მახსოვს ანუ თაქერზევე ჯექია ნათისკა მიიდო რომ წდარი ყავით რო ეძინა ანუ ხო ჯერ დავბანდი მშრალზე არ უჩანდა სველზე უნდა იმიტომ რომ ტილიც აფწყინავდა და ამისი თმაც ვუსველებდი და ისე იმახშებოდი რა ადვილ წარმოიდგინე ყოველ საათში ერთხელ ხო ვუსინჯავდი და მიდი გამოიცვალ ჩაიც პიჟამაში ხო და ისა შუბლის ფანარი როა ის მეკეთა ღამე თეთრ იმას გადავაფარებდი ხოლმე ქვია პროსტინას ბალიშზე რომ თუ რაღაცა მე ამეცალა რა ანუ რაღაცა და აი ეს მძინარეს ხანაკეთ გადავაფრუნებდი ხანიკი და ეგე ვუკეთებდი და მომეც დავკეცო მასე გავაცალე ხალხნო და მთელი 2 კვირა არ დამყავდა ბაღში რომ მივწერე კიდეც რომ მეთქი ტილი ყავ ნინოს ტილი მოიყვანა ბაღიდან ყურადღებით იყავი თქვენი შულებიც ნახეთ იმიტომ რომ ფაქტიად ვიღაცას ტილი ყავს და სადღაციდან მოიყვანა 2 კვირა მყავდა სახლში და გავაცალე ნუ ის მშობლებიც ხო დაბორიალდნენ რაღაცა და გავუშვი რა მოხდა თქვენი აზრით პირველივე მისვლაზე ანუ ხო გავაცალე მე 1 კვირა მყავდა სახლში რომ ყურადღებით ყოფილიყავი რომ სადღაცა ზეღ წარმოვიდი ამ ხელათავში 1 წელი რომ მაინც ეჭვი მქონდა გამეპარებოდა და აი 1 კვირის თავზე 1 კვირის მანძილზე ბავშვს 1 წელიც ვეღარ უპოვე და მე მეთქი всё ანუ სხვებს აღარ შეუქმნის საფრთხეს და ტილი მომიყვანა ხალხნო მე პირველივე გაშვებაზე და ტილიც ტილია აი არ მიყვარს ხოლმე უაზროდ დაფიცება გეფიცებით თუ რამეტი ტილი საიდან დავთვალე ხალხო თუ რამეტი ტილი ავაცალე იმ საღამოს აი ვტიროდი და ეს იყო აპრილის ბოლო მაისის დასაწყისი აპრილის ბოლო იყო მაგრად მახსოვს და მაისში უნდა ზეიმი ჰქონოდათ და დაემთავრებინათ და აღარ გავაცალე და დავტოვე ერთი ბარბარის ჯგუფში იყო ერთი ბავშვი ბარბარემაც მოიყვანა მაშინ ტილი ოღონდ ბარბარის აი ავაცალე და მორჩა იგი ხო და მაშინაც მივწერე რა მასწავლებელს მეთქი ესეთი რაღაცა და ცოტა ის რაღაცა ვიკითხოთ ვის ყავს ან ზოგადად კარგად გავარკვიოთ რა რომ იქნებ სხვასაც აყავდა მიხედო ხო და ერთ-ერთი იყო რა ბავშვი და იმისი წასაყვანად რომ მივიდნენ ანუ
რაღაცა საჭოთო ესე შვებოდაო ბავშვიო რა და მე კიკინები ეკეთაო და მოუშვით ეს კიკინები რომ იქნებ უჭერსო რაღაცაო და მაინც ესე ბავშვი ესე რაღაცა და წასაყვანად რომ ისულა ვისაც უნდა გაეყვალა და ტილი ყავს ამასო ტილი ხო არ ყავს შემთხვევითო რომ სულ მთელი დღეო წვალობსო ბავშვიო რა კი ვუნახეთო რაღაცაო მაგრამ მაინც კი ყავ კი არაო ეხლა მოკიდე ხელიო ნუ დაბიტილია და მთელი ჯგუფიო აბა ეხლაო და ბარბარესკინის მე არ შეხვედრი აი მას სოფელში რომ ერთ კაცს ქონდეს მელოტ კაცს რომ ერთი ტილი ეჭდეს ამასთან გადმოვა ოღონდ მართლა მელოტი რომ იყოს ეს რომ მელოტი იყოს მაინც ტილი ეყოლება ოღონდ მართლა ნინას რო ყავდა პატარა წრეში ნინას ხო ყავდა არა ნინას არა თუ ნინას მარიამს ყავდა გეფით აი ოღონდ აი ეს წამალი არ შეიძლება ხარ ნუ ბარსიო თუ რაღაცა ძაღლების წამ არაფრით არ შეიძლება მე იცი რამდენმა მირჩი ეკავ ძალიან მაგარია და ასე ეგ არ გადის ტვინში ილექება ბავშვის როგორ შეიძლება არაფრით არ შეიძლება და არც გაბედოთ გააცალე ხელი ეგ დალოცვით და ნუღა წაიყო სკოლაში ხვდა ნუღა სკოლაში წაიყო აი ესე ხალხო ესე იგი დღეს იქვიქალეთ ისეთი დღეს ვიყავით ცოტა ხო და სამი ვიყავით და პლუს მეოთხეც დაგვემატა დღეს სამსახურში უფროსის მეუღლე თვითონ თამთა იყო ესე იგი რა ვიქალეთ და რა ვიკაცეთ და მაგით მოვედით 7 საათზე ხვალე არ მგონი იმდენი ის იყოს ეხლა აღარც მინახე გვიან რომ მოველი ერთადერთი რომ ფეხსაცმელები დავწმინდე რაღაცეები და აი თავი არ მქონდა რომ რამე გამეკეთებინა ჭუჭელი დარეცხილი იყო საჭმელი რა არის აზრი არა ვარ ერთი ის ნახე რომ გუფთა გავაკეთე გუშინ და გუფთა აღარ არის წვენია მარტო ერთი ჯამი არაფერია და ხვალე დილ დავაყენებ იმას რა ქვია ბუძელის წუხელ რომ გადავხედე საქმეს რომ ანუ საჭმელი გაკეთებული გაქვს და რაღაცა 7:30-დან გადავაყენე 7 საათზე ბუძენი და ისე დავიცინე თა რომელზე დავწექი ხო გახსოვთ ჯერ იმას დავათრევდი გარეთ რაღაცები ხო და ესე 7 საათზე დარეკა 8-15 წუთი ავდექი გავაღვიძე ესეც და ესე არაფერი ბევრი საქმე არ მქონდა რა ხო და იხვალე 6 საათი 7:30-ზე ავდექი და რამის გავაკეთე გადავხედავ რა არის და რამის გავაკეთე აი ესე ვიდეოს მაგიტო ანუ ვიფიქრე რომ იქაც მეთქი ხო წერ ხოლმე ალაგ-ალაგ ვიდეოებს რაღაცას ჩავწერ მეთქი ვინმეს რომ დაერეკა ვერ ვუპასუხებდი აქამდე ვიყავი თევზიან სისხლიან ზუნკლიან მონკლიანი ხო და ანუ მაგ დროს ვიღაცა მირეკავს არ არსებულია უნდა წახვიდე ჯერ ხელთათმანიანი ხელი უნდა დაიბანო მე ხელთათმანები უნდა გამოიწვრის ესე დადო იმიტომ ხა ჯერადია მაგრამ იმ თუთას რო გაიკეთებ და ვიღაცა დაგირეკავს ხوار მოიხსნა გადააგდებ რა ეხლა მე რა რო შენი არ არის ბარაკა ხო უნდა ისეთქე მოხმარების კულტურა მე ხელები უნდა დაიბანო წარმოიდი ამ დროს ტელეფონი რეკავს ჯერ ხო ხელთათმანები დაიბანე მე დაალაგე მე ხელები აქამდე უნდა დაიბანო მე უნდა გაიმშრალო მე ხო მიხვიდე ტელეფონამდე აი რაღაცა რიტუალი უნდა ჩაატარო და ვიღაცა რომ მაგ დროს რეკავს თუ არ გიპასუხეთ ხარ ხო ვინმე თუ ნაცნობი მირეკავთ მე რეკოდესმე გადმოგირეკავთ შანსი არ არის სანამ სახლში არ მოდივარ ხოლმე ტელეფონს ხელში ვერ ვიღებ თან დღევანდელი და ტვირთული დღე როგორიც იყო ხო რა შეიძლება აგუში რო ათრიო როგორ ახარო ის ტახტი და ის ძიმე არ არის ხა ოდნავ მართლა არ არის ძიმე ძალიან სუბუქებია არც ისე მაგრამ მაინც ხო და მაგიტო ვიდეო ვერ ჩავწერ ერთ სიტყვით რა ვერ მოვახერხე სიტუაცია ვერ ქნა ეგ ამბავი და
ამიტომ დაგვიანებულზე მოვედი და იმედია ამაღამაც თუ ეს რა ქვია 2 საათი არ ჩავწერე ვიდეოს. ის ხო დაისვარე დღეს რაც ხეცვა. არა. თავი დახარე. გუშინ ახალგაზრდულ ცენტრში გავუშვი თეთრი ჰუდით, აი ეს ფუმფულა ჰუდი და რა ვიცი რომ მისულა სისხლი წამოსვლია იქიდან, ცხვირიდან და იქ დაუსვრია ეს. და რატო წამოვიდა ვერ მივხვდი. სიცივეზე წამოვიდა. სიცივეზე ალბათ. არა და მაშინ ტყიცა იყვანა ბიძინა. იქ იოსთან შევედა. შენ შეხვედი ეკლესიაში? შენ აღარ გინდოდა? რა შემოდიოდა. თან იქელოდებოდნენ არ იყვნენ მოსულები? ზოგადად ბაკურიაში რომ ყავდა და იქ მაღლა რომ წნევაზე რომ მაშინაც წამოვიდა. აი გეგონება ღორი დაკლისო იქ თეთრ თოვლზე გაშვეტილი ბეწვა იქ. აი იყო სისხლები. მე კატასავით მივოყარეთ. დავმალეთ. ეხლა მას ველოდები დაწვეს რომ მეც უნდა წავკვდე. იმიტომ რომ ხო დამიწერეთ კიდეც რომ არ გეყოფა ძილიო და ანუ რაღაც ერთი დღე ვქაჩავ ხოლმე. მე ვატყობ რომ ვეღარ ამყოფნის, ამიტომ ადრე დავწვე და დავიცინებ. შენთან არა ნინო წავალ დავწვევ, შენთან ვერ ვიძინებ ხოლმე, როცა ვიცი რომ დაავდგე და წავიდე, შანსი არა. თან ცივა ხოლმე, აქ ბოლომდე ხო ვერ დავწვი ამაში ფაქტა. მე ცივა ხოლმე. მიდი დაწეკე ადროზე ამასაც შევაერთებ და ეს აქ სპინაზე ხო უნდა დაგიმუშაობა, ბარი მარტყოს რა. ოკეი. ხო. ახალები ხარ კიდე ბევრი კომენტარი მომივიდა ახალების. და გაინტერესდა და იცი როგორ იყო. ხო, გაინტერესებდაო რაღაცა ბიოგრაფიული ვიდეო თუ გააქვსო. ხო და ერთმა იპოვა. არ ვიცი როგორ არის ჩემს არხზე რომ შეხვალთ. კომპიუტერებით რომ შეხვალთ, კი ადვილად ჩანს და მე მგონი ტელეფონითაც რომ შეხვალ ადვილად ჩანს. თავარ ვიდეოზე მიყენია ჩემს შესახებ ვიდეო. დაახლოებით 1 საათიანი ვიდეოა მგონი. რაზეც ყვები ვინ ვარ, საიდან მოვდივარ და მოკლედ აქ რო ვარ რათა ვარ. და თუ ეგ ვერ იპოვეთ, ანუ ეგრე არ ჩანს. არა და არ რო შეხვალ თავარზე პირველი ვიდეო არის ეგ დიდად. კომპიუტერებით ეგია. თუ არა და ასე იძებნება 4000 კაცი, 4000 გამოწერო შემიგრო და მაშინ მოვყევი ეგ ამბავი და შეპირებული ვიდეო 4000 კაცზე რაღაცა მსგავსი აწევია რა და 4000 ადამიანზე რაღაცნაირად რა მოკლედ. თუ 3000-ზე ან 400-ზე. და მასე შეგიძლიათ მოწევი. რაც შეეხება სურათს, რომელიც საქორწინო სიტუაციისა, მაგ ეგ სურათი ვერ ვნახეთო. ეგ სურათი ვერ ვნახეთო, წადი შეგცივდება ჩქარი. უკაცრავ ციხელები ჩქარ ჩათვი. და სად დადეო, ანუ ეგ სურათი არ დამიდია ჯერ, იმიტომ რომ ეგ არის საჩუქარი მარტისთვის. სწორად ვთქვი. რა მარტის? თვის, ბევრი ბობი არ მომივიდა მარტისთვის. ნუ კაი მარტისთვის არის რა. თვეც მინდა დავჩამეკვეხები. ხო და ანუ სანამ ადრესატამდე არ მივა, არ სადარუდებ, იმიტომ რომ არც მე ვიყურს ხოლმე რა მოკლედ. ხო და როდესაც წაიღებე და მეტყვენ ამად ამ დროს დადე ვიდეო, ამად ამ დროს დაებ ვიდეო რაღაცა სურათი მაშინ დავდე. აი ეს ერთი ვიდეო მინდა სავარაუდოდ სანამ ხუთშაბათს ვფიქრობ თუ იქამდე გაშრევ. წეს ნუ გაშრეს, ან პარასკევს მოკლედ. ან ხუთშაბათს ან პარასკევს უნდა წავიღო ეს ნახატები, ჩავაფარო პატრონებს, მივწერ მე ადრესატებს, კარგად რო გაშრება. და ერთი ვიდეო მინდა ისე ჩავწერო, რომ უკანა ფონზე ეს ორი გოგო იყოს. სურათიც მინდა გადავიღო და მაგ ორი გოგოთი და ჩემი სურათით შევცვალო Facebook-ზე თავარი სურათი. არ მახსოვს რა მიყენია, პროფილის არა მთავარი. პროფილის რაც მიყენია, სავარაუდოდ სულ მეყენე. ჩემი ძველი ფისო, რომელიც სურათი ძალიან მიყვარს. ხო და მინდა რომ ვლოგი ესე აქეთ იქით გოგოების თანდასწრებით ჩავწერო მოკლედ და
ვიდეოს მე შევფუთავ და გავემგზავრები. ეს გოგოები რო ამე გოგოები. ნები? ვერ არის ეგ. წავედი ახლა ბობავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. რა ვიცი, როდის იქნება, ყველა იცით, ყველა ვარიანტი იქნება. აი ესე მოვწანწანდები და თქვენთან ერთად ვიჭვრა. ლაიქ ჩავწერ ვიდეოს მეთქი შანსი არ არის, ხვალე უფრო ბევრი სწრაფი ტემპით უნდა ვიმუშაოთ. წავედი ახლა აბაჰე და აბაჰო მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ძილინებისა მოსვენებისა ფეხიდან ბუშ და ფეხებში ვარ ვაიმე ჩემი ფეხები მეთკიდა. რა, მაგას ვაყუდებდი და იმიტომ. ხა ისე იყოს, ხა სულ ჩავთათ ჩვენი რა ქვია მას კოსმონავტი. ეს ფერი ღამე არ ანთია, სხვადასხვა რაღაცა მომენტში ქრება, სადღაც ალბათ 3-ისთვის. Bluetooth mode. ცოტა ზემოთაც თვარი. ესე? ცოტაც. ეიმე, როგორ დავიკოპლე? Всё? Всё? აბა კამერას თუ დავამთხევ ისე რომ ვიცი წესი ახლა უნდა აი დაგიჭყიდინა და დაგიჭყიდინათ რაღა დაგიჭყიდინათ შეგიძლია რომ იქით მიიწიო თუ იქით მეზობელი უნდა წვეს გაიწი იქით ჩაყავი ხა დავაი რა და ჰუქჭის რამდენჯერ დავაფარე იმ ჯეჯერი ჭრილობაზე ხელით ჩაუთხარ ისე აბა ეგრე უნდა იყო გაჭიმული ფეხიდან ბურდა ხახ ვიხარ უძრობ ოი ეს აკანე ის ჩემი მეთმის რესინა აკანე ეს ნაკავია წავედით დაგემშვიდობებით აი ამ ლამას ფონზე აბაჰე კარგად აბაჰე ნახე აბა სად არის აგე როგორი ლამაზი არის ძალიან ლამაზია აბა ნინო არ გადაიხადა